მოგესალმებით ბატონო ნიკა. მოგესალმებით. დიდი მადლობა. უპირიქით უგუნესი მადლობა თქვენ. ეხლა ისეთ ოთახში ვზივართ გარკვეულ ესეთ მოგონებებს არც ისე შორეულს. უკავშირდება, არ ვიცი, ეს ხელს შეგვიშლის თუ შეგვიწყობს ინტერვიუში, მაგრამ დავიწყოთ დღევანდელობით. ეს ოთახი მე ვფიქრობ ალბათ ერთ-ერთი ცნობილი ოთახი გახდა ქვეყანაში, მაინც საამაყო შესაძლებელი არ არის და რატომ ახლა ცნობილი ქვეყნის მიღმაც კი ალბათ ძალიან ბევრმა იხილა ის კადრები, რაც აი ამ ოთახში განხორციელდა, მაგრამ ზოგადად ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენ ხდება ჯერ ამ პრინციპის თუ ამას გონივრულად გამოვიყენებთ შესაძლებლობას. ამ ოთახში მომხდარმა ბევრი სიკეთეს ვფიქრობ მოიტანა და ამ სიკეთეში გულისხმობ იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მსოფლიო ყურადღებამ როგორც იქნა დაიმსახურა ჩვენი მოხვედრა მათ არეალში და რომ არა ქართული ოცნების უმძიმესი შეცდომა პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია რეტროსპექტულად ამ დასკვნის გაკეთება შემიძლია. ალბათ დღესაც იქნებოდა წუხილი საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ დასავლეთმა მაგალითად ზურგი შეგვაქცია, რომ დასავლეთელი ჩვენი პარტნიორები აღარ გამოირჩევიან ჩვეული ინტერესით საზოგადოებრივი პოლიტიკური, ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა მცდარი ეს მოსაზრება და ვფიქრობ, გამოღვიძებული საერთაშორისო საზოგადოება იქნება ბოლომდე ფხიზლად, მანამ სანამ ქვეყანაში გაცილებით მეტი ხარისხის დემოკრატია არ გვექნება, ვიდრე გვაქვს. აი, ამ სიფხიზლის ხარისხის შენარჩუნებაზეც გითხავთ კიდევ მოგვიანებით. დიახ, თქვენი დაპატიმრება იყო ის ფაქტი, ნამდვილად, რამაც ძალიან გაამძაფრა ყურადღება დასავლეთის საქართველოს. სხვაგვარად შეიძლება თქვა, თან შეიძლება ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა, ასე შეიძლება ამ ფორმულებით. მე ფაქტებით ვიტყვი, თქვენ შეფასებებით ილაპარაკეთ. დიახ. დღეს სულ ცოტა ხნის წინ ვიდრე აქ წამოვიდოდით, გაიმართა ონლაინ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდა კრისტიან დანიელსონი. დიახ. სამოქალაქო საზოგადოება, მედია ესწრებოდა ონლაინ ამ შეხვედრას. ენდრიუ სკუბილიუსი, ანა ფოტიგა და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო თავისთავად. სადაც ითქვა შეფასდა როგორც კარგი ამბავი, კარგი ახალი ამბავი თქვენი გათავისუფლება პატიმრობიდან და ასევე მორიგ კარგ ამბად როგორც მოლოდინის რეჟიმში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების შესვლა პარლამენტში. ამის იმედი გამოითქვა. იქ კიდე ბევრი რამე თქვა სიტყვა მოიტანს და შემდეგ კიდევ მიუბრუნდები. ყველა დღეს იცით ელოდება სწორედ პასუხს ამ კითხვაზე. შევა რას გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობა. თქვენ აღნიშნეთ რომ ისურვებდით რომ ისე იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული იმ მექანიზმით როგორც თქვენ აგირჩიეს თავმჯდომარედ ტექნიკურად გულისხმობ. კი, გაგცემთ. რაღაც კამპანიის საშუალებაც მოგვეცემოდაო და ასე შემდეგ. ასევე არ ვიცით მკაფიოდ თქვენი პოზიცია და მესმის თავმჯდომარე ბრძანდებით პარტიის და ვცდილობთ რომ სიამოვნებით გაგცემთ პასუხს, გიპასუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თქვენი პარტიის წევრი, ზოგიერთი გიპასუხებთ. ლიდერის პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის მოსაზრება, რომელსაც მე გამოვთქვი, ვისურვებდი რომ ინფორმაციივე მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება რა უნიკალურ ფორმატში, ელექტრონულ ფორმატში მოხდა ჩემი როგორც პარტიის თავმჯდომარე და არჩევა, რაც პირველ რიგში გულისხმობს მრავალათასიანი ამორჩეველის ხარდაჭერის ჩართულობას. ეს უბრალოდ იყო ერთ-ერთი მექანიზმი, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს სულ რაღაც 2 დღის განმავლობაში. ანუ როგორ მივიდეთ გადაწყვეტილებამდე, როგორ იქნება ყველაზე სწორი, რომ მივიღოთ აი ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ისე რომ ყველას კონდეს განცდა ჩართულობის, ხო? ეხლა ისმის ლეგიტიმურად მეგობრებისგან ეს შემოთავაზება, თუკი ჩვენ პარტიის თავმჯდომარე ავირჩიეთ და ვუთხარით, რომ 31000 ადამიანმა თუ უფრო მეტმა მიიღოს მონაწილეობა და ასე შევარჩიოთ, რატო არ უნდა ვკითხოთ იგივე ხალხს, კიდევ უფრო მეც უფრო მნიშვნელოვანი საკითხის გარშემოც კი
ჯერ ვსჯელობთ კიდევ ამ ბუნებრივია ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ მივიღებთ ამ უმნიშვნელოს გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ ცოტა იმაზე მეტი დრო დასჭირდება ვიდრე საზოგადოებაზე. არავის არ უნდა გაუკვირდეს არც ჩვენ ძვირფას საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა ნაწილი საქმის კურსში არის უკვე თუ რა პროცესები მიმდინარეობს, ვიდრე საუბრობთ ჩვენთან აქ შეიქმნით, იმიტომ რომ ვართ ძალიან დიდი მსხვილი პოლიტიკური პარტია, არის საჭიროება რომ ყველა გავლენის ჯგუფთან გქონდეს კონსულტაციები. თორემ სწორედ ამიგეთ ჩვენ შეგვიძლია მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ შემიძლია ლეგიტიმურად არჩეულმა ადამიანმა მივიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ხვალ ამ დღეს ხის 9 საათზე ჩავატარო ბრიფინგი და აი ვიწრო ჯგუფის სახელით ვანცო საზოგადოებას განსაკუთრების თაობაზე. მაგრამ ვფიქრობ ეს არ იქნება სწორი. ეს არ იქნება ყველაზე სწორი მოდელი. ხომ არ გეშინიათ? არა, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ეს სტანდარტი ხანდაჭერის დაკარგვის. არა, ეს სტანდარტი რომელიც ჩვენ შევქმნით და ასე ვიქნებით მე არჩეული არ გავაუფერულოთ რა. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამავე ფორმატში უნდა მოხდეს არჩევა, მაგრამ მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა ჩვენ ხარდაჭერა ჯგუფებს, სხვადასხვა რაიონულ ორგანიზაციებთან აუცილებელია მიმდინარეობს შიში, რა თქმა უნდა, არ არსებობს გვესმის ამავე დროს რომ პასუხისგებლობა პოლიტიკოსმა უნდა აიღოს და პოლიტიკოსი რისი პოლიტიკოსია თუ მას აქვს რწმენა რომ პოტენციურად გადასადგმელი ნაბიჯი მოიტანს სიკეთეს არა მხოლოდ კონკრეტული პარტიისთვის, არამედ ქვეყანაში გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესებს და მეტიც სიკეთეს სახელმწიფოს მოუტანს გრძელვადიან არა მოკლევადიან პერსპექტივაში. თუ ეხა ამორჩეულს მე მეგობრებთან ერთად ვერ დავარწმუნებ იმ ჩემს რწმენაში, რომელიც მაქვს და გეტყვით ეხა რა არის ჩემი რწმენა, მაშინ ესე იგი რაღაცა პრობლემა არსებობს ჩვენში და არა პარტიაში. არც ჩვენშია მგონი პრობლემა და არც პარტიაში. ამ კონკრეტულ საკითხზე ეს გადაწყვეტილება მაპატიეთ მიღებული იქნებოდა უკვე. დიახ. მე რომ არ ყოფილიყავი ტყვეობაში იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდის განმავლობაში მომიწია ყოფნა იქ და მე სავსებით მესვი ჩემი მეგობრების, რომლებაც ჩემი პატიმრობაში ყოფნის დროს პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. თორე ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნებოდა. ხო, გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იყოს ან ამდაგვარი ან იმდაგვარი. მე პირადად მგონია, ხა ყველა კარტი არ მინდა ხა გავშალო გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იქნება ერთი რაციონალური, ერთი პრაგმატული, ერთი მესამე პროგრესზე ორიენტირებული. და არა მხოლოდ პარტიის სასიკეთოდ, როგორც ახლა თქვით. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტიისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მე ეგოიზმის გარეშე ვამბობ, ჭიდროდ უკავშირებ ქვეყნის წარმატებას, იმიტომ რომ ვართ მეინსტრიმული პარტია, თუ ჩვენ ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ თუ ჩვენ ქვეყანაში კლიმატის შეცვლაზე ვისაუბრებთ, ეს ყველაფერი ვერ მოხდება ამ ტალანტებში ხალხის ვინც ხალხი ვარსებობს მონაწილეობის გარეშე. გაქვთ თუ არა კონსულტაციები პარტიის მიღმა უკვე? კი, რა თქმა უნდა, დავიწყე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა, დღეს მქონდა რაღაც ჯგუფთან საღამოს გვიან კიდე მექნება ხვალ და არ ამბობთ ვის ხვდებით ჯერ? იცით რა არის? ყველა, აი სულ პასუხზე ვდგეუნებით, იმიტომ არ ღირს და კონკრეტულად ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მინდა შევხვდე. ერთის მხრივ მადლობა გადაუხადო აბსოლუტურად სულ ყველას. სულ ყველას ნუ ხა იშვიათი გამონაკლისის გარდა შესაძლებელია 1-2-ის გამონაკლისი, სადაც შეიძლება ვერ ხედა უბრალოდ აზრ შეხვედრისას. არ დავკონკრეტები თქვენისა გულისხმობა ადრე პარლამენტში შესული ადამიანი შეიძლება 1-2, რომელიც არდოთ არც გამოთქვამს 2 თუ მეტი. არ მეუბნები თავის დროზე ვინც ბოიკოტი უარყო, ხო? ეს შევიდა. გასაგებია, ხო, დასახელებულია ფაქტობრივად. მოქალაქეებს გულისხმობ. ხო, ამ პროცესში მე განგებ დავიწყე დასავლელი პარტნიორების პოზიციის გამოხატვით და ვიცით რომ აღარ ჩამოვყვებით ციტატებს დრო რომ არ წაგართვათ თქვენს და მაყურებელსაც. იმიტომ რომ პოზიცია ეგ ძალიან მკაფიოა და მოლოდინი ძალიან მკაფიოა. ეს არის მოლოდინი რომ ნაციონალური მოძრაობა მას შემდეგ რაც ნიკამელია გათავისუფლდა შევა პარლამენტში. იმ გზით რა გზითაც მიდიხართ
სავარაუდოდ, რადგან გადაწყვეტილი არ გაქვთ ის ფორმატი, რაც ახლა მეგონა რომ უკვე გადაწყვეტილია გულისხმობ ელექტრონული კენჭისყრა, რაც შეიძლება მასობრივად რომ ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო უბრალოდ, რომელიც გაჟღერდა. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ეს ფართო კონსულტაციები გაქვთ, რეზულტატის შედეგის განსაზღვრა არის ძალიან რთული. დიახ. იმ შემთხვევაში მოკლედ თუ გადაწყვიტეთ რომ და არის ამის ალბათობა, მე ვხედავ რომ პარლამენტში არ შევიდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ ეტაპზე თეორიულად პოზიციები განსხვავებული არ ვიცი, ხო, ანუ არ ვიცი ჯერ რა იქნება. ამ პროცესში გადაწყვეტილების მიღების არის თუ არა თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ ეს განწყობა დასავლელი პარტნიორების, რომლებისთვის მადლობის გადახდითაც დაიწყეთ თქვენ ფაქტობრივად თქვენი განცხადება ციხიდან გამოსვლისას. კონკრეტულ პირებს გადაუხადეთ მადლობა. არის თუ არა ეს რაზეც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია არის, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მოლოდინი შეიძლება არ გაამართლოს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა ფაქტორს ვითვალისწინებთ და მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციასაც, რომელთაც უკიდურესად მაღალი როლი აქვს დაკისრებული ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში, უკიდურესად მაღალი როლი აქვს დაკისრებული ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში, სადაც რბილი შეფასების ინსტიტუტს ყველაფერი არის დაქვემდებარებული კერძო პირს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვთვლით, რომ ვებრძვით რეჟიმს და ვებრძვით მის სივერაგეს, ახლა საერთაშორისო გულანთებული პარტნიორის პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა თუ რა პოზიციას იკავებს თავარი მეინსტრუმენტული პარტია, ხა ამას მე რომ ვამბობდე, ვინ დამიჯერებს, ესე არ არის. მადგარეშე ჩვენ პოსტსაბჭოთა ჩვენ ახლა საბჭოთა კავშირი და თავი დავახციეთ, იმიტომ რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან თავი ვერ დავახციეთ და დღემდე სადღაც ვარ შუაში მოთავსებულები, სადაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს. კვლავ ტყინვეულ, ფანტომში დასაბრუნებლად, შეიძლება საბჭოთა კავშირი არა და ვერ იქნება, მაგრამ სხვა კონფიგურაციის რაღაცა ერთობა, რასაც დეკლარირებულად ამბობს პუტინი, რომ ასეთი ერთობა უნდა შეიკრას და შეიქმნას და მას აქვს, იცით თქვენ, ცხოველური ინტერესი, რომ ამ ჩვენს გეოპოლიტიკურ კონტექსტში გქონდეს უდიდესი გავლენა, ხო? მეორეც ხე ჩვენ რა გვინდა ქართული ხალხის უდიდესი ნაწილს, რომ დიდი ნაბიჯი გადადგათ ცივილიზაციისკენ. ამიტომ ეს ფაქტორი არის უნიშნელოვანესი ნაციონალური მოძრაობის თვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორივე შემთხვევაში ეხა გადაწყვეტილება იქნება პარლამენტში შესვლის სასარგებლო თუ შესვლის საწინააღმდეგო, ეხა ვიღაცა არ დაგვეთანხმება, ვიღაცა დაგვეთანხმება, ვიღაცა სოციალურ ამბობ გულისხმობ არც თუ ისე მომცრო ჯგუფებს, ხო? თუმცა ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაშივე ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, დაგვეთანხმება და ხელოვნება პოლიტიკოსისა სწორედ ამაში მდგომარეობს და დავარწმუნოთ ისტორიაში. მე ვერ წარმომიდგენია პროგრესზე ორიენტირებული პარტია, რომელიც რაღაცა ბაზისურ დემოკრატიულ ღირებულებებს იზიარებს და ამისთვის იბრძვის, იყოს მხოლოდ ერთ პლატფორმაზე წარმოდგენილი, გაყალბებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგი პარლამენტი არის გაყალბებული, მაგრამ რეალობა შეცვლილია ჩვენი გარეთ დარჩენის შემთხვევაში, რომელსაც ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებაც იყოს მიღებული, დაუშვათ, ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენ პოტენციურ არა უკვე პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან, გვინდა არ გვინდა მათთან დაპირისპირებაში უნდა ვიყოთ და ვინ ისარგებლებს არა მხოლოდ ქართული ოცნება, რომელსაც ჩვენ ვეძახით ოლიგარქის წარმომადგენლებს ან პოლიტიკოსს, არამედ კიდევ უფრო შორსო წავიდეთ, ისარგებლებს ის მტუბრად განწყობილი სახელმწიფო, რომელიც არ არის დაინტერესებული, რომ ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი ოპოზიციური მოძრაობა. ამიტომ ამ ფაქტორსაც ვითვალისწინებთ. ამ ჩემს მოსაზრებაში შეიძლება ბევრმა თქვა მაყურებელმა ამოიცნოს მაგალითად ჩემი პოზიცია თუ როგორი შეიძლება იყოს კონკრეტულ დღეს, როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ. კი ბატონო, შეუძლია ამოიცნოს დიდი რაღაცნაირად ხმამაღლა ფიქრობთ, თქოს ის ელაპარაკობთ და ციხეში საინტერესო ფიქრის იცით ხო ფიქრით ვიყავი დაკავებული, სხვა რა უნდა აკეთო, არ უნდა იკითხვა, უნდა იფიქრო.
დიდი ტელევიზორი ჩართო, ხო? ამიტომ ანალიზი გაკეთებული მაქვს მე პირადად, მეგობრებთან ერთადაც ამ ვადაში მოვასწარი. მე პირადად უკვე თითქმის ვზად ვარ ჩემი პოზიციის დასაფიქსირებად, მაგრამ მომედით არ მინდა რომ დღეს თქვენი გადაცემის მეშვეობით ცნობილი გახდეს საბოლოოდ ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომ უპატუცემულობა იქნება დანარჩენი პარტიის მიმართ. ერთს გითხავთ მაშინ თუ კი პარტიის ხო რაღაც უფრო წინ წახვედით ვიდრე ველოდი სხვათა შორის მსჯელობაში უფრო შორს შეხვედით. თუ კი პარტიის გადაწყვეტილება იქნება განსხვავებული თეორიულად ახლა ცოტა უკვე მიჭირს სხვა მიმართულებით გადავიხარე, მაგრამ იქნება საწინააღმდეგო თქვენი პოზიციის იტყვით ამას საჯაროდ. თუ უბრალოდ გამოაცხადებთ პარტიის ერთიან პოზიციას. ახლა მე სახელი და გვარების დასახელების გარეშე ვინც შესაძლებელია სხვადასხვა ეტაპზე პარტიაში ყოფილან, ძალიან დიდი წვლილი ან ნაკლები წვლილი შეუტანიათ პარტიის მშენებლობაში, ზოგს მეტი ზოგს ნაკლები ბუნებრივად ხდება. ხო? ყოველთვის ვეუბნებოდი, ხა პარტიაში ყოფნა არ არის ადვილი. იმიტომ რომ აი ამ რაღაცა სამართლებრივი რაღაცა ორგანიზაციულ ფორმას როცა ირჩევ, იქ საქმიანობას როცა ირჩევ, ამ შემთხვევაში პარტიას, ხო? პარტია რა შეიძლება ჩვენ ვიყოთ 10 და 4 ადამიანი იყოს ერთ პოზიციაზე და 6 იყოს მეორე პოზიციაზე. პარტიაში თუ ვინმე ჯანსაღი პროცესები ვითარდებოდეს, მაშინ გადაწყვეტილება, როცა მიიღებული იქნება, 10-ვე უნდა იყოს ერთ პოზიციაზე. ეს არ საბოლოო ჯამში. ეს არ გამოიწვევს, რომ საჯაროდ შემდეგ ითქვას, რომ ვიღაცა არიზიარებდა, მაგრამ გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე და პარტიაში დემოკრატიული პროცესებისადმი პატივისცემის ნიშნად, ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს, როგორც თავიანთი გადაწყვეტილება. მიიღეს, მაგრამ პოზიციას არ გამოხატავთ, მიიღებთ, მაგრამ არ იტყვით, თუ განსხვავებული იქნება? რატო თუ შემეკითხებით, ვიტყვი და ყოფილა შემთხვევები და იქნება ალბათ შემთხვევები, როდესაც ჩემი პოზიცია არ იქნება პრევალიდებული მაგალითად იმ პოზიციაზე, რომელიც იარსებებს ანუ უსიარესობაში აღმოჩნდები ნორმალური ხა თავმჯდომარეობა აქ არ ნიშნავს რაღაცა ერთპიროვნულ მართლობას, ხო? ნიშნავს უფრო მეტ პასუხისგებლობას, მაგრამ ორგანიზაციულად ანუ კონსოლიდირებულად მართვას ნიშნავს და უფრო მეტ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე, მაგრამ უმრავლესობა მიიღებს სულ გადაწყვეტილებას მე მჯერა. რომ არ დაუშვათ შეცდომა. ეს არ ვჩქარობთ დროში, მაინც შეგიძლიათ გითხრათ რამდენ ხანში. მე ვფიქრობ ალბათ უახლოეს მაისის თვეში გადაწყვეტილება ხორჩესხულიც იქნება მე დაწუნებული. აი, მაქსიმუმს გეუბნებით. ხო რა, შეიძლება ამას დაჭირდეს 10 თვე, შეიძლება დაჭირდეს 2 კვირა. სხვა შორის პარტიის საქმიანობა გარედანაც ეგრე რთულად ჩანს ჩემთვის და არ კი, თული ბევრი ადამიანი პარტიის წევრი ვერასოდეს ვერ გახდება. მე ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ვინც მიჩვეული არის, როგორც თავისუფალი მოლეკულა იყოს თავისუფალ ცურვაში, ხო, და მას არ უნდა რომ აი სხვა მოლეკულებთან შეჯგუფდეს. ეხლა ხო, ამიტომ ხშირად არჩევნებამდე ტარდება სუბიექტები ირჩევენ დამოუკიდებელ სტატუსს და არა პარტიულ სტატუსს, ხო? თუმცა აქვს უპირატესობას და ვიცი, ნაკლებად. ალბათ, ყველგან არის ალბათ რაღაც წილი თავისუფლების, არ ვიცი. თქვენ ციხიდან პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს მინდა შევეხოთ. აუცილებლად ამ ინტერვიუში. ვიცით ეს როგორც მოხდა? ახლა უკვე ვიცით. ეს საკითხი კარგახნით ადრეც განიხილებოდა გულისხმობ ევროკავშირის მხრიდან თანხის გადახდას, რომელსაც საბოლოოდ მაინც ეწოდა გირაო. ასე ჩაირიცხა. ამ სახელით გირაო ნიკანორ მელიასთვის. და თქვენ ხართ ახლა თავისუფალი. რა მეწინააღმდეგობა გქონდათ, ამაზე ფიქრი გქონდათ? კიდევ რაღაც გაგეპროტესტებინათ? არა, მე არც ერთ ეტაპზე არ ვაპროტესტებდი ამ ყველაფერს. გირაოს წინააღმდეგი იყავით საფუძველში? არა, გირაოს რა მხრივ წინააღმდეგი ვიყავ, იმიტომ რომ გირაოს მოთხოვნა უბრალოდ ხო, მაგრამ გადახდილია ამას გულისხმობ. თქვენ არ გადაიხადეთ ხოლმე. დასაგებია, არაფერი ამაში საამაყო ნამდვილად არ არის ქვეყნისთვის. მე მიკვირს, თუმცა ეტყობათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომელსაც იციან თუ რა მოხდა და ეს მათ არ სიამოვნებთ. იმიტომ რომ ხა მე კი ბატონო გირაო სამართლებრივად ასეთ შეფასება მიეც, მაგრამ რეალურად გამოსასყიდი არის. გამოსასყიდი არის ქართულ ოცნებას თუ დაუჯერებთ
მე როგორც კრიმინალი დამიხსნა ევროკავშირმა, იმიტომ რომ ისინი მე მეძახიან ასე თქვათ სხვილი კალიბრის კრიმინალს, ძიმე კრიმინალს. ხო, ჩამოყალიბდნენ, არა, ორი მოცემულობა გვაქვს, ხა? დასაშვებად. ან როგორც კრიმინალი დამიხსნა. მაგ პრიზმიდან კი ბატონო, არა, როგორც პოლიტიკოსი, ხო? არ გავყვებით ხო? კი მე უბრალოდ ერთხელ მქონდა შემოთავაზება, სიმართლეს გეტყვით. ერთადერთი მქონდა შემოთავაზება 20 აპრილს ევროკავშირის დეტალები თუ შეიძლება. 20 აპრილს მქონდა შემოთავაზება, ჯერ კიდევ პრეზიდენტი მიშელი ყოფილდა საქართველოში. კი ბატონო. და დღის 3 საათზე დაახლოებით დროც კი გულისხმები იყო მე გავთავისუფლებოდი. თუმცა რატომ არ მივიღე ეს? ისევ და ისევ პატივისცემის გამო ჩვენ საერთაშორისო ძვირფასი პარტნიორების მიმართ და რატო ვაგიხსენებ? ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო იმ დღეს იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომელიც გულისხმობდა ამნისტიის გავრცელებას, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ ადამიანებზე, რომლებიც ჩაიდინეს მძიმე დანაშაული 20 ივნისს. რაც წარმოვიდგინეთ პრაქტიკულად, რომ აღწევოთ ქრონოლოგიურად რა ავირიდე მე თავიდან არა, რა სიცხვილი ავირიდე მე შეიძლება ითქვას და რა უხერხულობა არ შეუქმნი პრეზიდენტ მიშელს. მე თუ გამოვიდოდი ციხიდან და გამოვიდოდი 20 აპრილს, მე პრეზიდენტ მიშელს ხვდებოდი მაგალითად კონკრეტულ ადგილას და ეს იყო დიახაც, ეს ასე მოხდებოდა. დიდ მადლობას გადავხდით პრეზიდენტ მიშელს ბრიუსელში საქართველოში ჩამობრძანებისთვის რა იყო ეს რუსეთის ბრიუსელი ბრიუსელი თქვენ რუსეთი საქართველოში ჩამობრძანებისთვის იმ გაღებული ძალისხმევისთვის და შემდეგ ხელს ჩამოვართმევდი ანუ აი მაისურით როგორც მეცნებოდა ციხეში ასევე მივპაპირებდი მისვლას მაგრამ იქვე უნდა მეთქვა დიდი მადლობა თქვენ რომ ეს ყველაფერი გააკეთეთ მე ახლა ციხიდან გამომიყვანეთ მაგრამ აი დოკუმენტი რომელიც მაგიდაზე დევს და იქვე კალმისტარი არის მე ამ ყველაფერს ხელს ვერ მოვაწერ იმიტომ რომ იქ ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ერთი პუნქტი ჩემის აზრით ეს იქნებოდა არავითარ უხერხულობა შეურაცხყოფა პრეზიდენტ მიშელისა და მე განგებ ეს ნაბიჯი არ გადავდგი და მგონია რომ არ შემცდარვა. ისევ გამოტოვეთ ის ეპიზოდი რაც უწინდელ ინტერვიუში გუშინ თავარზე თქვით მგონი მაგის შესახებ რაც მაინტერესებდა. გირაოს ეს ვთქვათ თანხის გადახდის სანაცვლო თქვენი გათავისუფლება როგორც მოხდა თანმიმდევრობა იყო აბსოლუტურად გაუმართავი ესე რომ ვთქვა ნეიტრალურად სამართლებრივად ნონსენსი. იყო ჯერ თანხა, შემდეგ იყო შუამდგომლობა და შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილება. ეს ხო ამაზე ანუ ნამსჯელი გვაქვს ეს რაც მოხდა მაგრამ აი ვინ და რა გზა შეგთავაზათ მაშინ იმიტომ რომ არ არსებობს სამართლებრივად ასეთი პირობა რომ შეთანხმებას არ აქვს მნიშვნელობა რას თუ ხელს მოაწერ ციხიდან გამოვა ახლა ჩემ გათავისუფლებამდე რა პროცესი ვინ გითხრათ და აი რა პირობა იყო ნიუანსები მაინტერესებს თუ შეგიძლიათ თქვა ისე როგორც გითხარით 20 აპრილთან დაკავშირებით ხო გულახდით 20 აპრილზე ვამბობ ხო 20 აპრილს როცა არ მივიღე? როცა არ მიყავი. ვიღაც ცნობილი საჯარო, არა, გეტყვით, კი ბატონო, ხა საჯარო კომუნიკაციითაც ნათელი იყო ერთი რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერა და შეთავაზება იყო გაკეთებული სხვებაც მოაწერონ, ამავე დროს იყო დეკლარირებული რომ აგერ ეხა მელიაც და მოლოდინი იყო, მოდი ეხა პირდაპირ ვთქვა რომ უკვე მელიაც გამოვა და ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, მაგრამ ბევრად როგორ გამოვა და ევროკავშირი გადაიხდის გამოსაწყისს. ისევ იმგზით, ხო, მე ვიფიქრე ეს იყო პირობა, რომ გამოსაწყისს გადაიხდის, მაგრამ ჩემთვის ბევრად ადრევე იყო უკვე მიუღებელი, სანამ საუბარი იყო სამ დავნაშავე პოლიციელზე, რომელიც არა მხოლოდ სამს გულისხმობდა, არამედ იმ მუხლით პოტენციურად გასასამართლებელ პოლიციელებსაც იხსნიდა საჯელისგან, მაშინვე იყო ჩემსგან უკვე ნათქვამი, რომ ეს არის მიუღებელი და ახლა ამ განმოსაყიდებლად ხო საერთოდ, იმიტომ რომ ყველას ეხება, ზოგადად მოვლენას ეხება ამნისტია. ამიტომ ნათელი იყო, რომ ეს შემოთავაზება მე 20 აპრილს უნდა მიმეღო და მივიღე კიდევაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი კომპეტენტური ადამიანების მხრიდან, რადგან არ დავთანხმდი. პოლიტიკოსი იყო ეს კომპეტენტური. პოლიტიკოსი როგორ იქნებოდა, მაგრამ ნუ შესაბამისი ადამიანები, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და არც დააფეთ დამოული არ ყოფილა, იმიტომ რომ ყველაფერი საჯარო იყო. რა მნიშვნელობას ანიჭებთ და მივხვდი თქვენი ლაპარაკიდან რომ ეს არის? პარტნიორებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ოპოზიციის ერთიანობას? ახსენებთ ხშირად
მაგრამ რაზეც ლაპარაკობთ, თქვენს პოზიციას გამოხატავთ, როგორ ხედავთ ამ ერთიანობას მომავალი არჩევნების კონტექსტში მათ შორის. წინააღმდეგობაში მოდის ზოგიერთ ოპოზიციური ძალის პოზიციასთან. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მარტივად წარმომიდგენია, გეტყვით დიდი მადლობა. რაში უნდა იყოს ეს ერთობა, ხო? ან რა მნიშვნელობა? ერთობა ვერ იქნება, მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში 8 წელიწადია, რაც აქტიურად ქართულ პოლიტიკაში ვარ, მე არ მახსოვს ერთობა, არც ერთხელ არ მახსოვს ერთობა. ერთადერთხელ მახსოვს გაერთიანება სრულყოფილი ბოიკოტის საკითხის გარშემო. არჩევნების პრიზმაში თვალსაზრისით მართლა არ მახსოვს მე სრული ერთობა, არც ერთ არჩევნებს ერთების მეზობლასაც რომელიც არ უნდა 2012 წლიდან დღემდე არ ყოფილა. იყო რაღაცა ლოკალური მიკროგაერთიანებები. და ესეც განაპირობებდა მარტს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ შეუძლებელიც კი იყო თავის დროზე ერთობა და აუხსნი, რატო სალამის დონეზეც კი ურთიერთობა არსებობდა ოპოზიციურ პარტიების ლიდერებს შორის, რომ იქ როგორ შეიკრებოდა რაიმე გაერთიანება. აი 2018 წლის არჩევნებს თუ კი შევეხებით, სადაც უამრავი კანდიდატი ასპარეზობდა, ხო? დათო ბატონი, დათო უსუფაშვილი, ცალკე კანდიდატი იყო ბატონი შალვა ნათაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, და კი უამრავი. ყველა კანდიდატი ბატონი ბაქრაძე ცალკე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე ცალკე. გრიგოლ ვაშაძეს გარშემო იყო მიკროგაერთიანება, რაც აბსოლუტურად საკმარისი არ აღმოჩნდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის, მაგრამ აი ნამდვილად მჯერა, როგორც პრაქტიკოს პოლიტიკოს, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, თუმცა შეუძლებელი მისია იყო მასში გაერთიანება, ურთიერთობა ადამიანური არ არსებობდა. შესაბამისად, განსხვავებული პოზიციური ამორჩეული შეთამაშებულიც კი არ იყო, რომ მომხდარიყო ერთობა, შედგარიყო ერთობა უბრალოდ. დღეს თავდაუტონი სალომე არ იქნებოდა იქ სადაც მის სამუშაო კაბინეტი არის, სხვა იქნებოდა პრეზიდენტი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც არ არსებობდა არანაირი ერთობა, სამწუხაროდ მაჟორიტარულ ოლქებშიც კი ვერ შევთანხმდით საერთო კანდიდატებზე. გამონაკლისის გარდა და სადაც ეს გამონაკლისი დაუშვით, იქ წარმატებას მივახცეთ. აქედან გამომდინარე ძალიან მიგვეს ახლა იმ ჩემი კოლეგებისა რამდენიმისი, რომელიც არსებობს, რომელიც საუბრობენ, რომ ხომ არსებობს განმავლელი არჩევნების პრაქტიკაო და ხო დაადასტურდა, რომ ერთობა არ ნიშნავს გამარჯვებას და სად იყო ეს ერთობა თუ ვინმე მეტყვის, კი ბატონო. და ვასრულებ თავარით. თუ კი ჩვენ გამარჯვება გვინდა წელს არჩევნებში და გვინდა რომ 53% არ მიაღწიოს ქართულმა ოცნებამ, რაც თანაბრად რთული ამოცანაც არის შესაძლებელი და შესაძლებელია არც თუ ისე რთული, ძალები უნდა გავაერთიანოთ. თუ არ გვინდა, მაშინ არ უნდა მოხდეს გაერთიანება. აი მარტივად უყურეთ პირდაპირ გეუბნებით. გულახდილად თუ ძალები არ გაერთიანდება, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი, ყველა პარტია თუ არ დავსწრებით და არ ვიტყვით, ჩვენ გვინდა რომ რეჟიმი დავამარცხოთ, რეჟიმი არ დამარცხდება. არ მოგწონთ მესამე ცენტრის იდეა. ცალსახად. არ მოწონს ყველას აქვს უბრალოდ სუვერენული უფლება თქვას ის რაც მოწონს როგორ აი მესამე. ეწინააღმდეგება იმ თქვენს პოზიციას როგორც თქვენ ხედავთ. მე მიკვირს მესამე. იმედი გაქვთ რომ შეაცვლებინებთ პოზიციას თუ აი ამ ერთობის პერსპექტივას მაინტერესებს რამდენად რეალისტურად უყურებთ. მარტივი მე არც ერთ ჩემს კოლეგას არ ვაკადრებ, არც ჩემთავს ვაკადრებ, არც უკვე მიკადრებინეს კონსულტაციები დაწყებულია, რომ მე ვინმეს გავესაუბრო, ჩემს მაგალითად საუბარი ახლა მიმდინარეობს თბილისის მეურობის კანდიდატობაზე. ეს მინიმუმ რომ გააკეთო, ამის ძალიან დიდი სურვილი უნდა გქონდეს. მე ამის სურვილი გამიჩნდება. ამის სურვილი გამიჩნდება ერთ-ერთ შემთხვევაში, თუ დავინახე სურვილი კოლეგებში გამარჯვების და მათგან მივიღებ შემოთავაზებას და მათგან ასე ვთქვათ, იქნება მზაობა, რომ გამარჯვების კამპანია გავაჩაღოთ. პირდაპირ გეუბნებით, მე ახლა ამ ეტაპზე უფრო სხვა საკითხებით მინდა დაკავებული ვიყო, იგივე ჩემი მოძრაობის და ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურული გაძლიერებით, ჩემი კონტრიბუციის შეტანით ზოგადად ოპოზიციურ ველზე და არ მინდა მაგალითად ჩაკეტილი ვიყო მხოლოდ კამპანიის დროს ერთ ქალაქში. არ არის ეს ჩემი რაღაც იდეა ფიქსი, გულახდილად გეტყვით. მაგრამ თუ კი ხა ერთობა შედგა, ну ძალთა გაერთიანება დავარქვა და იტყვის, მაგრამ წელს მაგალითად შენ გავს ყველაზე მეტი შანსი გამარჯვების და ამიტომ მოდი შენ კანდიდატურაზე ხوار შევაჩეროთ არჩევანი, რომელიც მე მგონია რომ თბილისის მეურობის კანდიდატის გარშემო კი უნდა მოხდეს.
არჩევანი შეჩერება, ამეთ კოალიციურად მოწარდეს ოპოზიცია, პარლამენტის ბერის კანდიდატიც უნდა იყოს დასახებული, საკანონმდებლო თავმჯდომარეც, ვიცე-მერიც და წამყვანი სამსახურის ხელმძღვანელიც. ასეთ შემთხვევაში მე შეიძლება დავფიქრდე. რატომღაც ისე დაილექა ჩემი ციხეში ყოფნის დროს, რომ მელიას ამის სურვილი აქვს. მე პირდაპირ გეუბნებით, ეხლა გვინდა როგორც გვინდა შევხედოთ, თბილისის მერობა არის 80% სამეურნეო პოზიცია. თბილისის მერ კი არჩევითი თანამდებობა არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის, მაგრამ თბილისის მერი დიდწილად არის მეურნე ადამიანი და არა პოლიტიკოსი. პირდაპირ გეუბნებით, 80% არის სამეურნეო საკითხებით დაკავებული, იმიტომ რომ ხალხს ლეგიტიმურად დაინტერესებს. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენს მე უფრო მაინტერესებს პოლიტიკით მესმის დაკავება. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ, კლანჭებიდან უნდა ვიხსნათ ამ ქვეყნის ბედი და ქვეყნის ბედის დავთარში გამარჯვება უნდა ჩავწეროთ. ეხლა მე ვერ ვეტყვი ჩემს კოლეგებს, რომ იცით რა არის, აი თუნდაც მოკლევადით არ მინდა თბილისის მერობა, როდესაც ეხლა იმასაც ვაცნობიერებ, რომ თბილისის არჩევნებში თუ ხელისუფლება მარცხდება, ხო, ხელისუფლება მარცხდება ეროვნულ დონეზეც. არავინ ჩათვალოს, რომ შეიძლება ქვეყნის დონეზე 53%-ს ჩამოვაცილო ქართული ოცნება და ეს მოხდეს თბილისში გამარჯვების გარეშე. თბილისში თუ შენ გამარჯვებას ვერ მოიპოვებ, კოლეგა შემედავებოდა, ეხლა თქვენ ბრძანე დასრულდა. თქვენ კოლეგა შემედავებოდა შესაძლებელი 1-2, რომ თავარი ხო პროპორციული პროცენტია, ანუ პარტიული შედავება რა თუ გასაგებია. კი, არის, მაგრამ მე კიდევ უფრო თავარ კომპონენტზე ვამოხილებ ყურადღებას. კლიმატი თუ არ შეიქმნა კონსოლიდაციის, ხალხი უბრალოდ არჩევნებზეც არ მივა, არ იწამებს. პლუს ბევრს უკვე ისედაც შეჯერა, რომ პარლამენტში ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც შედის, დაინტერესებულია 2024 წლამდე დარჩეს იქ და ვადამდელი არჩევნები არ აინტერესებს. ბანონიკა, ველოდები თვითმმართველობის არჩევნებს, რომელზეც იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე თბილისის მერობა როგორც ასეთი, არის იმ 43%-ის არ დათმობის საკითხი. რეალურად არის იმ 43%-ის არ დათმობის საკითხი. რეალურად ამაში იწვევთ ამ ამრჩეველს. ამისთვის ბრძოლაში თუ არ ვიცი რა დავარ. თვითმმართველობის არჩევნების არსი, ასე გამოვიდა ასეთი კონტექსტია. არსი იმასთან, რაც პოლიტიკურად რა ტემპერატურაც არის. მე ვფიქრობ უპრეცედენტო რაღაც უპრეცედენტო მექანიზმი. თქვენ ამას თავაზე ბოდის ვიხდი დავასრულებთ. თქვენ ამას აი ამ ფორმულას თუ არ ვიცი, ამ სცენარს თუ ამაში მონაწილეობას ამ პროცესში თავაზობთ ამ მომრჩეველს, რომელსაც თქვენ ჩემზე ბევრად უკეთ იცით, რა უპირატესი და უპირველესი პრობლემები აქვს გადასაჭრელი და რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღებებისგან. არ არის იოლი ამოცანა. არასასიამოვნო უპრეცედენტო მექანიზმი იქნა მოფიქრებული, მგონი უპრეცედენტო მსგავსი ასე არ ყოფილა, რაც ეწინააღმდეგება ადგილობრივი არჩევნების პრინციპს. იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკა სხვა არის და მე მართლა ვეთანხმები ადამიანებს, ეხლა სოფელ ურთაში, ზუგდიდის რაიონის რო ჩახვიდეთ, ეხლა თქვენ ან ჩვენ ერთად რო ჩავიდეთ, იქ ბევრ ადგილობრივ მკვიდრს მართლაც აინტერესებს ლოკალური პრობლემების გადაწყვეტა. იმიტომ რომ მართლა აინტერესებს, ეხლა მე რო ურთაში რო ჩავიდე, ეხლა არავის სოფელ კახეთში, რომელ საკითხზე უნდა ვისაუბრო? უნდა ვისაუბრო მაგალითად წყალგაყვანილობაზე თუ ახალ არჩევნებზე, რომელიც ერთ წელიწადში იქნება. ბევრ ადამიანს დაინტერესებს აი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზა. როგორ გადაჭრით ამ გამოწვევას? ხო, აი ეს არის, ხო გეუბნებით, ეს არის აბსოლუტურად ურთიერთ გამომრიცხავი. კაი, მივიდა ოპოზიცია, ერთზეც ისაუბრა, მეორეც ისაუბრა, მივიდა მერი წარმომადგენელი და ეუბნება, რომ იცით რა არის პროკურორი მერე მივიდა, მერე არ ვიცი სხვა ძალოვანს უგეწამოდიან და ეუბნება, მივა იმ ადამიანს და ეთქვის აი ბულიების ოჯახს. ეხლა ვიცით რომ გუშინ თქვენთან ოპოზიციონერები იყვნენ მოსულნი. და ნუ დაუდგებით მათ გვერდში, ჩვენ ხო ვიცით ეს არის მათი თავარი საფირმო, ასე ვთქვათ, საქმიანობა, ხო, რასაც აკეთებენ ძალდატანება, შიშის დანერგვა. ნუ დაუდგებით ოპოზიციას მხარში, იმიტომ რომ ოპოზიციამ რომც გაიმარჯვოს, ამ შორობს დამბარცხდეთ. ერთ წელიწადში იქნება არჩევნები საპარლამენტო. მანამდე მე ისე პროკურორი ვიქნები, ისე პოლიციის უფროსი ვიქნები, ისე
ძალოვანი სტრუქტურის ფაწალონანი იქნება და შეგავიწროვენ. მაგრამ მიდიხართ ამ პროცესში. უდულია პირდაპირ გეუბნებით, თან ფორა გაქვს მიცემული ხელისუფლებისთვის, მე ამ პესიმიზმს არ ვთესავ. თუ რამეთ ალბათ არ გამოუჩევი პესიმიზმით. 150.000-იანი ფორა გაქვს ხმიანი მიცემული ხელისუფლებისთვის. წარმოიდგინეთ 43.5 რომ არ იყოს ქართულმა ოცნებამ დაუშვათ. სტაბილიზაციას ქვეყანაში პროცესებისას ხელს შეუწყობს. აი ახლა რა უნდა ვისაუბროთ, რომ 43 არ ვიცი, ოდენავ გადასტა 500 ხმით. და ოპოზიციამ აიღო 56% და კვლავ, ესე იგი, უნდა ხელისუფლებამ თქვას, რომ 2020 წლამდე უნდა ვიყო მართვისადავეებთან. ამიტომ ეს არ იყო იდეალური გამოსავალი. მაგრამ ეს არის იმ შეთანხმებაში, რომელსაც თქვენ ხელი არ მოაწერეთ. და თავში ვახსენე თუ გახსოვთ, ამოცანა და თანაბარ თულიც არის მისაღწევად, არ უმალავ ამას და შესაძლებელიც არის მიღწევა. შესაძლებელი იმ შემთხვევაში გახდება, თუ იქნება ძალიან მჭიდრო კოორდინაცია. ეხლა თბილისში იქნება მაჟორიტარული ოლქები, მინდა უბრალოდ იქ მეორე ტური არ არსებობს. უბრალოდ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ორი ხმითაც მე თუ თქვენ გაჯობით ან თქვენ მე არის გამარჯვებული. იქ ეხლა ოპოზიცია თუ დაიქცეს და ყველამ თავთავისი კანდიდატი წამოაყენა, ყველა ოლქში გაიმარჯვეს ქართული ოცნება. ამიტომ იმ პოლიტიკოსის მიკვის, რომელიც საუბრობს, რომ არ უნდა იყოს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის. აქ არის კიდევ ერთი გამოწვევა. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ესმის ამ მრჩეველს არითმეტიკაზე, რიცხვებზე, პროცენტებზე და გისმენთ ალბათ. ასეთი შეთანხმება შედგა და პარტიის ვცემ მე იმ კოლეგებს, რომლებმაც ამ შეთანხმების მიღებაში მონაწილეობა მიიღეს. თუმცა ხომ აქვს უფლება რომ არ დავითანხმო, მაგრამ რახან გამოცხვა ასეთი შეთანხმება, ამას ვიღებ შემდგარ ფაქტად და ვცდილობ გამოსავალი ოპტიმალური აი გამოსავალს მოვიძიოთ ამ რთული მდგომარეობიდან. აი თქვენ დასაწყისში ახსენეთ არჩევნები გაყალბდაო. თუმცა ეს არ უღიარებია, ახლა ამ საკითხზე კამაც კი არ მოპირებს, სხვა რა კითხვის დასმა მინდა უბრალოდ. ეს არ არის ეს ამ ფორმით აღიარებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ამას თავის მიზეზები აქვს კიდევ ბევრი, რისი კითხვა მინდა. იმისთვის რომ დაიჯეროთ თქვენ სხვა პოლიტიკურმა მხარემ, მოწინააღმდეგემ თქვენმა მომხრეებმა, გარემეთვალყურეებმა, რომ არჩევნების შედეგი რომელიც დაიწერება ბოლოს, რომ ეს არის შედეგი. 43 თუ 47 ვის რა ექნება. რა არის ამისთვის საჭირო? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და რაში ხედავთ თქვენს როლს? იქნებით პარლამენტში თუ იქნებით პარლამენტის გარეთ? ჩემის აზრით, აი დასკვნები, რომელიც შესაძლებელია შემომედავოს, ხო, არც ისე ცოტა ადამიანი არ დაიწერა ისეთი სადამკვირვებლო მისიების მხრიდან, როგორც უნდა დაწერილიყო საწყის ეტაპზე, ხო, მე ძალიან კრიტიკული იყო შეფასებები, სხვა დასკვნების დაიწერა, აქვს თავისი ძალიან წონიანი არგუმენტი, ხო. 3300 უბანზე საქართველოში იყო მხოლოდ 100 დამკვირვებელი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არჩევნებს არავინ არ აკვირდებოდა. არ შევდივარ, ამიტომ არავინ არ აკვირდებოდა. მე გეტყვით ეხლა როგორც პარტია ნაციონალურობის კანდიდატი, როგორც თავმჯდომარეა და როგორც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გდანის კანდიდატი, რაიონის, სადაც თბილისის მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს და სადაც უბნები შეიარაღებულ პირებმა დაგვირბიეს და ჩაიდინეს საარაკო დანაშაულებები, კამერების თანდასწრებით, ხო? დაგვირბიეს და ჩაიდინეს საარაკო დანაშაულებები, კამერების თანდასწრებით, ხო? ეს თუ იდენტიფიცირებული მოძალადეები, შეიარაღებულები სახეზე იყო, არც ერთი არ დაჟილა დღემდე. და დასკვნა, რატომ უნდა გაუკვირდეს თქვენ მაყურებელს, რომ ვერ დაწერა მაგალითად ისეთი როგორიც უნდა დაწერილიყო და დამკვირვებელი არ არსებობდა. იმ კონკრეტულ უბანზე მაგალითად დამკვირვებელი კამერას, ვიდეო კამერას რო არ იმუშავა, ქვეყნის მოსახლეობა ხო ვერ დაინახავდა. 100 დამკვირვებელი და დიდი ნუ ხოდა თავის ობიექტური მიზეზი ხა ხო პანდემია. კი ბატონო, ეს ფონი არის და იქნება კლავაც. იქნება, თუმცა მე იმედი მაქვს. შედარებით მეტი ყურადღების იმედი არის. გაცილებით მეტი უნდა იყოს დამკვირვებელი. უკვე რაღაცნაირად მათი საერთო პასუხისმგებლობაც არის ამ. თუმცა ხა დასკვნა ყირგიზეთში, როდესაც არჩევნები ყალბდებოდა, ანალოგიური იდებოდა თითქოს შედეგი, რომელიც დაფიქსირდა და დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა საბოლოო შედეგზე
ანუ არ მოქმედებდა, რომ არ ყოფილიყო დარღვევები იგივე შედეგი დაფიქსირდებოდა, მაგრამ ხედავდით ჩვენ რომ ამ დასკვნის შემდეგ ახალი არჩევნები ტარდებოდა რა. ნაციონალურ მოძრაობას არასდროს არ უთხოვს რომ არჩევნები მოვიგეთ და ეს ერთპიროვნული გამარჯვება მოვიპოვოთ. ნაციონალურ მოძრაობა ყოველთვის საუბრობდა რომ ჯამოვართ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ისედაც გაიმარჯვა. დღეს ჩვენ ყავს გაყალბებული არჩევნების შედეგად უმცირესობა მხარდაჭერილი ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობაში კი არ არის. ყველაფერი არ არსებობს ერთი სოფელიც საქართველოში. ერთი სოფელიც არ არსებობს, ერთი თვითმმართველობაც, სადაც ოპოზიცია არის მმართველობაში. და ეხლა რომელ დემოკრატიაზე საუბრობთ, საერთოდ ზოგადად ღიმილის მომგველია, იმათ ეკითხათ, როდესაც საუბრობთ, რომ იქ კონფლიქტი არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სად არის ხელისუფლება? არსებობს ოლიგარქიული წესწყობილება, ოლიგარქი, რომელმაც მიისაკუთრა ყველა პოზიცია და საკუთარი თანამეინახეები ყავს და თანამზრახველები ყავს თანამდებობებზე. რით აზღვევთ იმ საფრთხეებს ისევ გეკითხებით? აი რას აკეთებთ? მეტი დამკვირვებელი უნდა იყოს, თქვა მეტი კამერა თუ აი მე გეტყვი მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხედავთ ამ პროცესის ეს პარლამენტში შესვლას უკავშირდება ისევ და ამიტომ შეიძლება ზუსტად ვერ მითხრათ, მაგრამ პარალელურად უნდა სხვადასხვა მიმართულებით უნდა მუშაობდეთ. ერთის უკვე იცით. მინიმალიზება, რა თქმა უნდა, დახვეწა, რაც არ არის პანაცეა ხახტო, ანუ ხო გიდათ რომ იყო გუწფელი, კითხვა როდესაც ისმის, კითხვა იყოს პასუხი იყოს გუწფელი. რა თქმა უნდა. აი რაც არ უნდა იდეალურად გაწერილი საკანონმდებლო ბაზა ჰქონოდა 31 ოქტომბერს. გდანის რაიონი გაწერილი საკანონმდებლო ბაზა ჰქონოდა 31 ოქტომბერს. გდანის რაიონში ის რაც კანონის მიღმა მოხდა. პოლიციელი არ არის არჩევნების დღეს. თუ პროკურორი არ არის და თუ პროკურორი მოძალადია, პოლიციელის მოძალადია, თუ კრიმინალი პოლიციელი ერთი და იგივეა. რაც არ უნდა არაჩვეულებრივი ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული კი არა, ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში გაუმჯობესებული კოდექსიც მივიღოთ. ქალბატონი ჟვანია კი არა. ნიკა მელიას ბიძაშვილი რო დაინიშნოს, ქალბატონი ჟვანიას ნაცვლად, ველზე თუ კონდახები ურტყეს თავში და არავინ არ დაისაჯა, ხო? რა შეიცვლება? ერთის მხრივ უნდა იყოს, მე არ ვამბობ, საბაზა საკანონმდებლო არ უნდა გაუმჯობესდეს, მეორე მხრივ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უნდა იყოს წარმოდგენილი. თავარი ჩემთვის მესამე ოპოზიცია უნდა ასხივებდეს გამარჯვებას და ალტერნატივას ხელისუფლებისა, რასაც მაინდა-მაინც საზოგადოება იმ ხარისხით ვერ ხედავს და ოპოზიციაში უნდა ხედავდეს თავდადებას. იმიტომ რომ რეჟიმი მე უბრალოდ არ მჯერა რომ შესაძლებელია ოდეს, მაგრამ საქართველოში შეიცვალოს მხოლოდ ქადაგებით და მხოლოდ შეგონებებით და მხოლოდ არ ვიცი მე სენტენციებით და მხოლოდ უბრალოდ კარგად მოსაუბრე პოლიტიკოსების ძალისხმევით. მე არ ვიცნობ მაგალითს. კი, მაშინ უნდა გაგრძელდეს ეს 70 წელიწადი და თავისით რაღაც უნდა დაინგრეს. დასასრულ მანიშნებ უკვე რომ დრო იწურება ჩვენი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე მინდა კითხოთ ამ კონკრეტულ კონტექსტში. ელოდებით და გაქვთ გაცვლა რომ ის ნამდვილად ჩამოვა ამ იცით მე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ეს არის კითხვა რომ ველოდებით თუ არა თუ ზოგადად ხო რეალურად ხედავთ ამ პერსპექტივას იცით მე პირადად გეტყვით აი ჩემი გამოცდილებით და მე მასთან მექნება შეხვედრა რომ ადამიანი არ მინახე 2 წელიწადია იმიტომ რომ ქვეყნის გასუსუფლება არ მქონდა 2 წელიწადს მეტი 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ მე ქვეყნის გასუსუფლება არ მქონდა მანდეს кайხანი არ ხიანო მე თუ კი რამეზე ნერვიულობდი და განვიცდიდი უახლოად გეტყვით ოდესაც სამ დამაკავები რა იყო რომ აქ პროვოკატორები რომლებიც შემოგზავნილი იყვნენ მათ არ მოეხდინათ იმიტაცია შეერაღებული დაპირისპირებისა რომელსაც მე ხელისუფლება გამოიყენებდა სათავისოდ და საერთაშორისო საზოგადოებასაც შეცდომა შეიყვანდა და იტყოდა აი მელიას მის მეგობრებს შეერაღებული ხალხი ყავს ოფისში ხო ისროდა დაჭრიდნენ ერთ სპეცნაზას და ეს ინფორმაცია ჩვენ მქონდა ამიტომაც გასულთავად კამპანია ტარდებოდა მახსოვს კი თემა ნებისმიერ ვარიანტში და მე საჯაროთა ზამაზე მისაუბრია მიხეილ სააკაშვილთან ზამაზე მისაუბრია ჩვენ ამ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს რომელიც არიან ხელისუფლებაში შესაძლებლობა უნდა მივცეთ პროვოკაციის მოწყობისა. ეხლა მიხეილ სააკაშვილს ესენი იავარდებით მოფენილ გზაზე რა თქმა უნდა არ შემოატარებენ საქართველოში და ყველაფერს გააკეთებენ და პროვოკაცია მოაწყო. ყველაფერს გააკეთებენ და ამის შესაძლებლობა ჩვენ არ უნდა მივცეთ რეკიც ისარგებლებს ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილი და საერთაშორისო საზოგადოებასაც მაღალბოთობის შეცდომაში შეიყვანს რომ მიხეილ სააკაშვილის
მოლოდინში ნაციონალურ მოძრაობა და გაუჭირდება და არ უთქვამთ, არ დაუბრალებიათ, ერთხელ 7-ჯერ 8-ჯერ შეარაღებული განფორმირებები ელოდებიან. დარწმუნებული ვარ ამაში. ამიტომ მე ღია საუბარი მექნება მიხეილ სააკაშვილთან, იმიტომ რომ მე მჯერა მისი ადამიანი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საქმიანობისა და ეს ყველაფერი მოხდება ჩემი ღმერთმენით რის შემდეგ, როდესაც დემოკრატიული ძალები ქვეყნში გაიმარჯვებენ ოლიგარქზე და ყველა დევნილი, ყველა უკანონო პატიმარი და ყველა დაჩაგრული იქნება თავისუფლებაზე და ამის შემდეგ ბუნებრივია უმრავლესობით გადაწყდება ვინს რა ადგილი უნდა მიუჩინოს საზოგადოებამ. მაგრამ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის, არ ვიცი, მომხვეჭველობას და სურვილს, რომ ცრუ პოლიტიკური დემაგოგიით შეფუთოს სხვაგვარად რეალობა. ამიტომ მე პრინციპულად თანახმობა, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ახლა მე თანახმა არ ვიყვალ, არ ყოფილიყავი ნებისმიერ ეტაპზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყოს და ჩამოვიდეს, ხო? მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისთვის არის მზად ქართული ოცნება. და არ უნდა მიცეთ შესაძლებლობა, რომ მან პროვოკაცია მოუწყოს საზოგადოებას და მე კვლავ დააბრალოს ამ პროვოკაციის მოწყობა, ეს პროვოკაციის მოწყობა ეთნიკურ ნაციონალურ მოძრაობას. ამასთან დაკავშირებით მე რა თქმა უნდა მექნება მიხეილ სააკაშვილთან საუბარი, ეს მე რასაც ახლა ვსაუბრობ, ადრე მისაუბრია მედია სივრცეშიც წლების წინ და შესაძლოა ჩემი პოზიცია დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული, ამიტომ არაფერი ახალი ის ჩემთვის არის, შეიძლება ფართო საზოგადოება არ იცის. მესმის. მადლობა უნდა გითხრათ. დიდი მადლობა. მადლობა უნდა გითხრათ და დიდი ბოდიში რომ არა. გალოდინეთ. დიეტაზე განგებარ გითხრათ. იმიტომ რომ უკვე ყველამ ჩაიწერა. დიახ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. უღრმესი მადლობა. მადლობა. მადლობა, დიდი მადლობა.